ნათესაო სოფია. ტექსტის ავტორი ოთარ მჭედლიშვილი. შესავალი. თავის მოტყუების მრავალგვარ ფორმას საშუალებებს შორის, რაც ადამიანს დასაბამიდან დღემდე გამოუგონია, ნათესაობა ეს არის გაგება ურთიერთობის ერთ-ერთი ყველაზე ფუნდამენტალური ილუზია. ცნობილია, რომ დასაბამიდან ადამიანს ყავს ერთადერთი შემქმნელი, მამა უფალი, მისი დასაბამიერი ნათესავიც და მასწავლებელიც. მას შემდეგ, რაც ადამმა და ევამ შესწოდეს თავის ჭეშმარიტ მშობელს, რისთვისაც ისინი გაძევებულ იქნენ სამოთხიდან, იქიდან მოყოლებული დღემდე ადამის მოდგმა სიზიფის შრომით აშენებს ნათესაო სოფიურ მიწიერ სამოთხეს, რომელშიც როგორც სარკეში, ისე უყურებს და ტკბება საკუთარი ღირსშესანიშნაობის ხატით. ღირსშესანიშნაობა ეს ის ეკრანია, რომლის ანარექსშიც ადამიანი თავდაყირა ხედავს სამყაროსა და მის შემოქმედს. ნათესავ ადამიანი დღემდე მყუდროდ და თბილად ზის თავის სარკის ფანჯრებიან ლამაზად გაწყობილ ოთახში. უყურებს ამ ფანჯრებში არეკლილ ოთახის მდიდრულ კომფორტს და გონია, რომ უმზერს უკიდეგანო სამყაროს. ბუნებრივად ისმის კითხვა: საიდან, რატომ და როგორ იქმნება ეს ხატი? ფიქციის ასეთ მოთხოვნილებას ადამიანში განაპირობებს ღმერთთან პირისპირ მარტოდ დგომის შიში. ის ისტორიული შიში, რომლის საფუძველზეც აღმოცენდა ნათესავური ჯიგარო ენერგეტიკა, თავისი გაგების მუნად სინტაქსით. როგორც წესი, ნათესაური გარემოცვა ყოველთვის ზრუნავს იმაზე, რომ მისი თითოეული წევრი საკუთარ თავს აცნობიერებდეს იმ ადათში, რომელიც მას ცხოვრების ბოლომდე დაავალდებულებს, ემსახუროს საკუთარი სანათესაო მოდგმის ღირსშესანიშნაობას. აქვე მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, რომ ამ შემთხვევაში ტერმინი სანათესაო არამც და არამც არ დაეკვანება ბიოლოგიურ ნათესაობაზე. ეს ტერმინი ზოგადად მოიცავს სალაპარაკო ენაში სხვადასხვა სინტაქსით ხმარებულ ჯიგრული გაგების მქონე კაცის კაცთა კოალიციას, რომელიც თავისი დაწერილი თუ დაუწერელი ადათების კლიშეზე აზომბირებს ამ კოალიციის თითოეულ წევრს. ქვემოთ მოყვანილი პუბლიკაცია ეძღვნება ნათესაო სოფიური კაბალის ძირითადი პრინციპებისა და წესების მიმოხილვას. რა წესებიც დაწყებული უხსოვარი დროიდან დღემდე შენიღბული თუ ცხადი სახით ნორმატიულ ადამიანთა ყოფიერების მეტაპროგრამებად რჩებიან და შემდგომში მათი სახელმწიფოებრივი ყოფის ყაიდად მკვიდრდებიან. აქვე ნაჩვენებია თუ როგორ ვლინდება ნათესაო სოფიის ატომარული ეფექტი ისეთ სოციალურ ანომალიებში, როგორიცაა კაცის კაცთა საზოგადოება და მისი სამშობლო ნავთსაყუდელი სახელმწიფო. ნაწილი პირველი: ჯიგარო ფაქტორი და მუნათმეტყველება. ნათესაო სოფიის ძირითადი სინტაქსი. პირველი: ნათესაური კოალიცია. ეს არის ღირსშესანიშნაობის ფიქციით გაერთიანებული და ურთიერთტანჯვით დასაქმებულ ადამიანთა ერთობლიობა. მეორე: ჯიგარი არის პარაზიტული სულიერი ორგანო, რომელიც ფორმირდება ნათესაურ ადათში თავისუფლების დათრგუნვით და შემდგომში ემსახურება ნათესაური კოალიციის წევრის შეგნებულ დაკაბალებას. მესამე: მუნათი. ფაქტიურად ეს არის ჯიგარ-მეტყველების ფორმა სინტაქსი, რომლის საშუალებითაც ხდება ჯიგრის პარაზიტული ენერგიების ურთიერთგაცვლა, მაგალითად, ღვარძლი, ბოღმა, წუწუნი, საყვედური, დავალდებულება და ყვედრება წამოძახილი. მეოთხე: დათრგუნული თავისუფლების სამყაროში, ანუ სანათესაოში, ისევე როგორც ფიზიკაში, საუცხოოდ ზუსტად სრულდება ენერგიის მუდმივობის კანონი. თუ ჯიგარს განვიხილავთ პოტენციურ ენერგიად, მაშინ მუნათი იქნება მისი კინეტიკური გამოვლინება. მათი ჯამი კი იქნება მუდმივი სიდიდე, რაც ნიშნავს ჯიგარ-დამწვარ და მუნათ-მოუბარ გაფუჭებულ ნათესავს. ამრიგად, საბოლოოდ შეიძლება დავასკვნათ, ჯიგარი არსებობს როგორც წიაღი, რომელშიაც თავისუფლება უნდა დაიწვას, ანუ ჯიგარი უნდა დაიწოს, ხოლო მუნათი საშუალებაა, რამაც ჯიგარი უნდა დასწოს. სანათესაო საძმო კოალიციებში თავმოყრილ ინდივიდებს შორის
როგორც წესი გამოირჩევიან ისეთებიც, რომლებსაც განსაკუთრებულად გამოკვეთილი აქვს ერთ-ერთი სახის ენერგიის სიჭარბე და მისი გამოსხივება შთანთქმის უნარი. ინდივიდს, რომელსაც ყოველთვის უფრო ეწვის ჯიგარი, ვიდრე სხვას უწვავს მას, ეწოდება ჯიგროიდი, ხოლო ის, ვინც დღენიადაკ სხვისი ჯიგრის დაწვაშია დახელოვნებული, ეწოდება მუნათოიდი. მეხუთე, ჯიგარო ფაქტორი არის მუდმივი ჰალუცინაცია იმისა, რომ სამყარო არის ჯიგარი, საიდანაც ყოველდღიურად უნდა გერგებოდეს ყაურმის მუქთი ულუფა. მეექვსე, მუნათოპატია არის მუდმივი პრეტენზია ღმერთთან. იყოს იგი ისეთი, რომ როცა დაგჭირდება ჯიბიდან ამოიღო, გამოიყენო და მერე ისევ ჯიბეში შეინახო. ნათესაოსოფიური აქსიომები, სტრუქტურა და ფუნქციები. პირველი, ნათესაობა არის მამა-პაპისეულ ფიქტიურ ბიოგრაფიათა პერპენდუმობილე. მეორე, ნათესავი თავის ნათესავს ყველაზე კარგად ქელეხის სადღეგრძელოში იხსენიებს. მესამე, ნათესავი მარტო იმიტომ მაინც მოვა შენს დაკრძალვაზე, რათა პირადად თვითონ დარწმუნდეს იმაში, რომ იგი ცოცხალია. მეოთხე, ნათესაობის ძირითადი ფუნქციაა ის, რომ მისი თითოეული წევრი თავისი დაბადებით, შესაძლებლობებით და ბედნიერებით მუდმივად ვალდებული იყოს სანათესაოსთან. თეორემა. გახსოვდეს, თუ თავი ბედნიერად იგრძენი და გულწრფელად გაუმხილე ნათესავს, იგი ან თვითონ გაუბედურდება, ან შეეცდება ისე დაგამუნათოს, რომ ამჯობინებ თავი ისევ უბედურად იგრძნო. მეხუთე, ნათესავი მეგობრისაგან განსხვავებით ყოველთვის ცდილობს გიწყალობოს, ვიდრე დაგეხმაროს. შედეგი, კარგი ნათესავი შეიძლება გახდეს მეგობარი, რაც პირიქით შეუძლებელია. მეექვსე, ყოველი ნათესავი ცდილობს ნათესაური ვალდებულებები მხოლოდ სხვა ნათესავს აკისრებინოს. მეშვიდე, ნათესაურ საჭორიგნო აღმაფრენა პირდაპირ პროპორციულია მათი ოჯახური სკანდალებისა და განქორწინებებისა. მერვე, ნათესავის ლოგიკით, თუ შენი ცოლი მის ცოლზე მომხიბლავია, სამაგეროდ მისი ცოლი აუცილებლად შენს ცოლზე ჭკვიანი და პატიოსანი იქნება. მეცხრე, ნათესაური პატივისცემა არის ტარანი, რომელსაც თითოეული ნათესავი თავის სასარგებლოდ ითვლის. მეათე, ნათესაური ჯიგარო ეკონომიკა, ეს არის ტარანის თვლის და პატივისცემების დოლარის კურსით დამუნათების ტექნიკა. მეთერთმეტე, ნათესაოსოფიური ფიზიკა შეისწავლის საყვედურებით გულის დამძიმების კანონებს, მუნათთა აკუმულაციას და ბალისტიკას. მეთორმეტე, ნათესაოსოფიური მეტეოროლოგია. თუ წვიმს, ნათესავს გონია, რომ ეს მხოლოდ მისთვის წვიმს, ხოლო თუ მზიანათებს, მხოლოდ სხვისთვის ანათებს. მეცამეტე, ნათესაურ ოპტიკური ანომალია. ნათესავი საკუთარ ფერად ტელევიზორთან შეიძლება უცბად დალტონიკი გახდეს, თუ მოულოდნელად გაიგო, რომ სხვა ნათესავმა უკეთესი ტელევიზორი შეიძინა. მეთოთხმეტე, როცა ნათესავი გეკითხება როგორ ხარ, სინამდვილეში მას აინტერესებს რამდენი გაქვს. მეთხუთმეტე, პაპათა და ბაბოთა არქიტექტურული ოცნება. უნდა აშენდეს ერთი უზარმაზარი სახლი, ერთი დიდი ოთახით, ერთი დიდი მაგიდით და ერთი დიდი საწოლით, სადაც მთელი ნათესაობა მოთავსდება, დასაქმდება და აითქვიფება ერთმანეთის გრძნობაში, გაგებაში და სიყვარულის ამბავში. მეთექვსმეტე, პაპას შვილიშვილი ძლიერ იმიტომ უყვარს, რომ იგი საკუთარ შვილზე ჯავრის ამოყრის საუკეთესო საშუალებაა. მეჩვიდმეტე, ჩასიძებული არის მუდმივად დამუნათებული და უარგისი ნათესავი. რძალი, ცნათესავია, რომელიც დედამთილის აზრით უზრდელია და უვიცი, ხოლო მამამთილის მზერით ყოველთვის მოკლე კაბა აცვია. მეცხრამეტე, თუ შეცდები და შეძლებულ ნათესავთან წახვალ ფულის სასესხებლად, აუცილებლად პურის ფულიც თან გაიყოლე, იქით რომ ასესხო, რადგან როგორც წესი, მას ესეც არ აღმოაჩნდება. მეოცე, თუ გინდა ნათესავი მოატყუო, მხოლოდ სიმართლე უთხარი. 21. შეძლებული ნათესავი ცდილობს გაჭირვებულ ნათესავს რჩევადარიგებებით თავი იმდენად მოაბეზროს, რომ ამ უკანასკნელს რაიმე სთხოვნაც მოერიდოს და თანაც მადლობელი დარჩეს მას. 22.
შეძლებულ ნათესავს გადაუდებელი საქმეები ზუსტად მაშინ ახსენდება, როცა ღარიბი ნათესავი მასთან სტუმრობას დააპირებს. 23. სანამ ნათესავის ფიცს იწამებდე, ბოლოს კარგად დააკვირდი, რათა გაკვირვებისაგან რეტი არ დაგესხას. შედეგები: ნათესავმა საკუთარი თვითმფრინავიც რომ იყიდოს, თავს მაინც შეგაცოდებს, რომ იგი ვალით აქვს ნაყიდი. ჩიჩას აღმოჩენა: Kinder Fujiks-ის ფენომენი. არ გაგიკვირდეს თუ ნათესავმა გითხრა, რომ მას Kinderში ბოშის ორკამერიანი მაცივარი ამოუვიდა. 24. სად დაიკარგე? მუნათის პრინციპი. უნდა ჩანდე მხოლოდ მაშინ, როცა ნათესავს სჭირდები. ხოლო როცა იგი გჭირდება, ისე უნდა გადაკარგო, რომ იგი სინდისის ქეჯნამ არ შეაწუხოს. 25. გულშემატკივარი ნათესავი თავისი გულის ტკივილით ცდილობს გული ისე დაგიმძიმოს, რომ შენი პრობლემების გარდა თავისი გულშემატკივრობაც შენს სატკივრად აქციოს. 26. პირში მთქმელი ნათესავია ის, ვინც ყველას ყოველთვის იმას ეუბნება პირში, რაც არ უნდა რომ სხვებმა უთხრან. 27. ნათესავი თუ ხალხში გამოგიყვანს, იცოდე იგი აუცილებლად შეეცდება საყელო შენ ჩამოგაცვას, ხოლო ჯაჭვის ბოლო თვითონ დაიჭიროს. ხალხში გამოგიყვანეს პრინციპი. პიესი. ეს სია შეიძლება უსასრულოდ გაგრძელდეს, თუ რა თქმა უნდა მკითხველი ამას მოისურვებს საკუთარი ფანტაზიის ხარჯზე. ნაწილი მეორე. ნათესაოსოფიური განზოგადებანი. სახელმწკრიტო და მისი ატრიბუტიკა, პოლიჭიტა და ცეკვონომიკა. ფუნდამენტური განმარტება. ქვეყანას, რომელშიც ნათესავთა რიცხვი გაცილებით აღემატება პიროვნება პერსონათა რიცხვს, სახელმწკრიტო ეწოდება. სახელმწკრიტო არის სახელმწიფოს ფანტომური იმიტაცია, რომელსაც მარადიულად მართავს ჯიგარი პრეზიდენტი და მისი მუნათო-პატიური საძმო სანათესავო კლანი. მათ საქმიანობას კი გუნდრუგს უკმევს მეხოთბე მასტურბატორი საპარლამენტო უმრავლესობა. სახელმწკრიტოს ძირითად ატრიბუტიკას წარმოადგენს პოლიჭიტა და ცეკვონომიკა, რომელთა ძირითად მიმართულებებს თხზავენ, ჩხიბავენ და ყავის ნალექსზე მკითხაობენ ჯიგარი პრეზიდენტი თავის ჯიბისტრებით და მუნათო-პატი დეპუტაკებით. პოლიჭიტა, როგორც ამას თვითამ სიტყვის ხმოვანება გვამცნობს, ჭიტას პრინციპზე აგებული პოლიტიკაა. იგი ეფუძნება ქვეყნის საჭირვოროტო პრობლემებზე თვალის დიდხანს დახუჭვის და შემდგომ მთელი ხმით ჭიტას ყვირილის პრინციპს. ცეკვონომიკა ეკონომიკის შაითენ-ბაზრულ იმიტაციას წარმოადგენს. ცეკვონომიკის არსს და ფორმას განაპირობებს და აცოცხლებს გლობალური შაითენ-ბაზრობის აგრეგატი, რომლის ძირითადი ფუნქციებია: უცხოური ნაგავ-ნარჩენების გასაღება, ბინძური ფულის რეცხვა და უცხოელ ინვესტორთა გულის მოსაგებად მუდმივი ეკონომიკური შალახოს ცეკვა. ჯამში, როგორც ხედავთ, პოლიჭიტა და ცეკვონომიკა ბეჯითად ემსახურებიან ქვეყნის პროხოდნოი დვორად რეფორმირების მეტაპროგრამას. მას რა თქმა უნდა ახორციელებს ჯიგარი ხელისუფლება პლუს გაგება ხალხი, რომლებიც ისტორიას და თავიანთ ბედს მუდმივ კუკუდამალობანას ეთამაშებიან. როგორც წესი, სახელმწკრიტო ჯიგარო ფაქტორის რეალობა მრავალფეროვან ცხოვრებისეულ სატელიტებს ბადებს. მათგან ძირითად სატელიტს ჯიგარო ენერგეტიკა წარმოადგენს. ქვეყნის ჯიგარო ენერგეტიკულ რესურსს წარმოადგენს პერპეტუმ მობილეს აღმსარებელი მრევლი და ფერად მეტალთა ჯართოსან მებალგარკეები. ომის კანონი თელასის ჯინაზე, ანუ დენი დენის გარეშე. სახლამდე, საწარმომდე, საცხობამდე და ბაზრობამდე მოსული ელექტროენერგია დამოკიდებულია არაელექტროსადგურის გამომუშავებაზე, არამედ ლევი კაბელის სისქეზე, კუსტარული ელექტროღუმელების, ტენებისა და ატმორების სიმძლავრეზე. დენი ეს არის ლევ ხაზში გამავალი მანტიორის ჯიგარი და სიყვარული. ძაბვა კილოვოლტების ის სიდიდეა, რომელიც საკმარისია ლევი ხაზის გასაყვანად ან კაბელის მოსაპარად ელექტროანძაზე ასული მონტიორის ჩამოსაგდებად. ჯიგარ სოჩი კი
ელექტრომრიცხველი, რომელიც მხოლოდ იმას აღრიცხავს, თუ რამდენი ხნით დაავიწყდა მომხმარებელს პრავი ხაზიდან ლევ ხაზზე გადართვა. სახელმწიფოს მოსახლეობა, ანუ კაცის კაცთა საზოგადოება, როგორც ვიცით, ეს არის სანათესავო საძმო კოალიციებისაგან შემდგარი გაგება ხალხი, რომელიც სახელმწიფოს შინაგანი დიალექტიკით საზოგადოების ორ კასტოვან კომპლექსს წარმოადგენს. ესენია დახლიდართა და მეკურნეთა კასტები. თუმცა საწყალი კაცის სინამდვილის ინფრასტრუქტურაში შედიან ისეთი ქვეკასტებიც, როგორებიცაა მებალგარკე ჯართოსნები და პირწყლაპუნა დიაკვნები. პირველი დახლიდარი ვაჭრობს ნდობით, კანონით, სამართლით, თანამდებობით, სახელმწიფო ქონებით, ისევე როგორც სადიას ქათმით, სიგარეტით, ჟევაჭკით და ყველაფერი იმითი, რისი გაყიდვაც შეიძლება და არ შეიძლება. მეორე, მეკურნე ანუ ჩანთოსან ადამიანი, ათრევს, ასაღებს და ისაღებს იმას, რითაც დახლიდარი ვაჭრობს. და ამის სანაცვლოდ დახლიდარისაგან ყოველდღიურად ჯიგრის დამწველ ლოცვა კურთხევას, რასიზამ ძმაო დღეს ყველას უჭირს და შია. ყველა მეკურნეს ყავს თავისი ცხოვრების კაცისკაცი, ანუ დახლიდარი, რომელიც მას ერთგული მეკურნეობის სანაცვლოდ მუდმივად პირდება დახლიდართა სასტამში გაჩითვას. იმის და მიხედვით, თუ ვინ რითი ვაჭრობს და რა კურტანს ეზიდება, სახელმწიფოს მოქალაქე, ანუ კაცისკაცი, ერთდროულად შეიძლება იყოს დახლიდარიც და მეკურნეც. აქ უბრალოდ გამორიცხულია ცხოვრება ვიღაცის კაცის კაცობის გარეშე. სახელმწიფოში ნათლობის სახელს იშვიათად კითხულობენ, რადგან აქ მოქალაქეობრივი იდენტიფიკაცია ხდება იმის მიხედვით, თუ ვისი კაცი ხართ. მესამე, მებალარკე ჯართოსანი, სახელმწიფო ინდუსტრიული ადამიანი. პირველად იყო ბალგარკა და შემდგომ ქვეყანა, რომელიც იქცა ჯართად. მებალგარკე ჯართოსანი ადამიანის არსი განისაზღვრება მისი გამანადგურებელი ეფექტით, რომელიც მარტივად გამოისახება ტროტილის ბომბის ექვივალენტებში. მებალგარკე ჯართოსანი უდრის 1 კილოგრამ ტროტილის ბომბს. კე კოეფიციენტის სიდიდე დამოკიდებულია იმაზე, თუ რომელი მშიერი კუთხის შვილია მებალგარკე ჯართოსანი. მაგალითად, ფერჯულელი და ჭიათურელი მებალგარკესათვის ეს კოეფიციენტი 100-საც შეიძლება უტოლდებოდეს ლიანდაგებისა თუ რკინაბეტონის მუშა კონსტრუქციების ჭრა განადგურებაში. პირწყლაპუნა დიაკვანი, ანუ 3G მოძღვარი. კაცის ბიზნეს მოძღვარი, რომელიც თუნდაც ნოკიას მესამე თაობის მობილურის სანაცვლოდ გასცემს ბარაქის მუდმივ ლიცენზიას. 3G მოძღვრის დამატებითი ფუნქციაა 3G სერვისის საშუალებით განახორციელოს შიშველი ტოპ მოდელებისგან ონლაინ ვიდეოზარების მიღება და ცოდვების მიტევება. მეხუთე, ბიორეპროდუქტორი, ყორალისტ ჟურნალისტი, რომელიც წარმოადგენს ჯიგარი ხელისუფლების კაის მაჭამის გახმოვანების ბიომოწყობილობას. დარვინის მთავარი შეცდომა. ბუნებაში არ არსებობენ ადამიანის მაგვარი მაიმუნები, არსებობენ მხოლოდ მაიმუნის მაგვარი ადამიანები. ეპილოგი. მოკლე ჩართვა, ანუ ერთი კაცის და უვარგისი ნათესავის სიზმარი. ეშმაკი, როგორც წესი, ყოველთვის წინწკლებში დეტალებში იმალება. იშვიათად ნახავ კაცს, რომელიც არ ეძებდეს თავის ისეთ კაცს, ან კაცის კაცს, კაის სასტავში რომ გაჩითავს. შესაბამისად, სადღეგრძელო სინამდვილესა და რეალობის შემაერთებელი ინტერვალი დაკომპლექტებულია კაცის კაცობის, კაცის კაცუნიობის და კაცმაცუნობის მრავალფეროვანი სულისკვეთებებით და ის თუ ვინ წავა ან ვინ მოვა ამ საბაღნაროში, არსებითად უკვე ვეღარაფერს ცulis ქვეყნის სინამდვილეში. ზემოთ თუ ქვემოთ პარლამენტში, რესტორნებში თუ სამზარეულოებში, კაცის კაცთა საზოგადოება შთამბეჭდავად მსჯელობს ეგრეთ წოდებულ ეროვნულ ინტერესებზე. უკაცრავად ბატონებო, მაგრამ სად არის ის, ვისზედაც ან რასზედაც მსჯელობთ? ანუ სად არის ეს ერი? სად ხედავთ ნებას ხალხისას გაბედოს, გადაწყვიტოს და იყოს როგორც ერი?
სად არის საზოგადოება ბალზეზის და ტყემალს მიირთმევს? ნურას უკაცრავად ბატონებო, საზოგადოება შეიძლება მოვიკითხოთ სახელმწიფოში, აქ სახელს ქვიტოში, კარგა ხანია ბატონობს საწყალი კაცის სინამდვილე. აქ მთელი სახელისუფლებო აგრეგატი ქვეყნის მოსახლეობის მიზნობრივი გასაწყლების მანქანა და სხვა არაფერი. რაზე ფიქრობს საწყალი კაცი? რას იზამ ძმაო, დღეს ყველას უჭირს და შია. ვის ქირაობს მუქთად ბიზნესმენი, რა თქმა უნდა საწყალკაც, რომელიც იმაზეც თანახმა იქნება, რასაც გადაუგდები. ვისით მანიპულირებენ არჩევნებზე ისევ საწყალი ხალხით, რომელსაც შეუჩვეველ თავისუფლებას შეჩვეული სისაწყლე ურჩევნია. რას უცდის საწყალი კაცი, როდის ჭამს სამართალი ბურს? ვის უცდის საწყალი კაცი, რა თქმა უნდა იგორა გიორგაძეს. მაშ რა ეშველება საწყალკაცს? ერთადერთი საშველი მხოლოდ ღირსების აღდგენაშია, რაც ნიშნავს ძალისხმევას, საკუთარი რისკის ფასად აღარ იყო საწყალი, თუმცა ეს ისე ხუმრობით. ეს არის არაფრის რეალობა ყველაფრის შესახებ. ყველამ კარგად ვუწყით, რაღაცა რომ მოხდეს, ვინმე უნდა გადაწყვიტოს ახლავე ამ წუთას, რომ რაღაცისგან რაღაცა გააკეთოს, მაგრამ მოჯადოებულ სინამდვილეში როგორც წესი, თუ რაღაცაა გასაკეთებელი, ეს ვინმე ადგილზე არ არის. ან როცა ეს ვინმე ადგილზეა, იქ უკვე გასაკეთებელიც აღარაფერია და ასე შემდეგ. რამდენი ხანია უცდის სახელმწიფოს მოსახლეობა, როდის მოვა ეს ვინმე. ის კი ჯიუტად არ მოდის. ვერ იქნა და ვერ გამოკრისტალდა კაცის კაცთა კაცმაცუნათა და კვაცანცურათა საზოგადოებიდან ვინმე, რომელიც ყველაფერს თავის ადგილს მიუჩენდა ქვეყანაში. ვინმე ისმის კითხვა. პასუხს ისევ ნათესაოსოფიური სინტაქსი გვკარნახობს. მაგ ვიღაც ვინმე, თუნდაც მართლმადიდებელ პერპენდუმობილე, რომელსაც ყოველდღიურად სიმღერით დავამუნათებდით. თუ აგირჩიეთ, კიდეც გვარჩინე, ოღონდაც შრომას გადაგვარჩინე. კურტან კაცუნა. როს გრძელი ღამე გაფერმკრთალდება და მარშრუტკები იწყებენ ჟივ-ჟივს, კურტან კაცუნას გამოაღვიძებს მუცელის გვრემა მშიერი ჭიის. თავს შეახსენებს მხრების ტკივილით, ხელი შეხება უფორმო ლანდის. იქვე განრთმული თრევას რომ უცდის, უზარმაზარი ბაზრობის ჩანთის. რა დროს წოლაა ბიჭო მამია, ზურგზე მომიგდე, მარდად ძამია. წირვა მორჩება ვეღარ მიუსწრებთ ღია ცისქვეშა დემოკრატიას. ფუსფუსებენ და ბზუიან უკვე ღია ცისქვეშა ეკლესიები. ელიავას და ლილოს ბაზრობებს ტოლსარუდებენ დიზერტირები. ასე ერთფერად მოხატულები, მეკურტნეები და ხლიდარები. ჩვენი საბაზრო ცეკონომიკის დაუღალავი სახედარები. კურტან კაცუნა ჭიანჭველები იქ აღავლენენ ერთი დღის ლოცვას. რას იზამ ძმაო დღეს ყველას უჭირს, ჩვენც შევეგუოთ ამ დაგვარ ყოფას.